ქართული ღვინის ისტორიასა და წარმოების ტექნოლოგიებს დღეიდან მარსელის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმის დამთვალიერებელი გაეცნობა. ტრადიციული საღვინე ჭურჭელი, ქართული მარნის ატრიბუტები და ისტორიული არტეფაქტები ქართული ღვინის კულტურის შესახებ მუდმივმოქმედ კუთხეშია წარმოდგენილი. საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ფარგლებში მასშტაბური ღონისძიებები 2017 წელსაა დაგეგმილი, რომელსაც ქალაქ ბორდოში გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს. დეტალები მარიამ როხაძის სიუჟეტში. Ბევრი სარცხვი ორშიმო ეს ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭლის ნიმუშებია. ეს კი მარსელის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმი. უძველესი დროიდან დღემდე სოფლის მეურნეობის განვითარების ყველა ეტაპის არტეფაქტები ამ შენობის კედლებში იყრის თავს. დღეიდან უკვე მათ გვერდით ადგილს ქართული ტრადიციული საღვინე ჭურჭელიც დაიკავებს. მუზეუმში ქართული კუთხის გახსნა სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გვაქვს ევროპაში სამუშაო, ვინაიდან მოგესწრებათ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში მნიშვნელოვანი პოპულარიზაცია. ქართული პროდუქტების ხელშეწყობა და იმის შესახებ უნდა გაიგოს მთელმა ევროპამ, მთელმა მსოფლიომ და ბუნებრივია თითოეული ასეთი ღონისძიება არის სასწრაფოდ მნიშვნელოვანი საქართველოს პროდუქტების პოპულარიზაციის ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენი მუზეუმი ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციების შესახებ საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს. ამ ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო. მოხარული ვარ ქართულ მხარესთან, ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობით. საქართველო წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას. ამ გამოფენას შემეცნებითი ხასიათი აქვს და მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაცია, რომლის განუყოფელი ნაწილიც არის საქართველო. ქართული ღვინის კიდევ ერთი ფრანგული წარმატება ქალაქ ბორდოში გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულებაა. შეთანხმების მიხედვით 2017 წელი საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად ცხადდება. მომავალი წლის ზაფხულში, როდესაც ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში დიდი სამზადისი დაიწყება და ამ მინდვრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შეავსებენ, გამოფენის პირველი საპატიო სტუმარი სწორედ საქართველო გახდება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ამაზე დიდი მიღწევა ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებში წარმომადგენლობით კუთხით, რომელიც ჩვენი დარგის მეღვინეობის, ჩვენი ძირითადი ტრადიციების პოპულარიზაციას ეწევა და ემსახურება, პრაქტიკულად არასოდეს არ ხონია. ვამაყობთ, რომ ღვინის ცივილიზაციის ცენტრში პირველი გამოფენა საქართველოს მიეძღვნება. ეს მნიშვნელოვანია და ისტორიული ფაქტია, რადგან საქართველო ღვინის აკვანს წარმოადგენს. გამოფენის პარალელურად გაიმართება დეგუსტაციები, კონფერენციები, სემინარები და სხვა კულტურული ღონისძიებები. პროექტი უკვე შეირჩა. ვენახი საქართველო ეს იმ მასშტაბური გამოფენის სახელი იქნება, რომლითაც ქართული მხარე მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის ღვინის ისტორიას მოუყვება. ქართული კულტურის წარმოჩენისთვის საქართველოს მსოფლიო ცივილიზაციის საგამოფენო დარბაზში თვენახევარი დაეთმობა.